შეაშული შემოგვერთება, ახლა მოგესალმებით მკრიგ, მადლობთ. ეთერში ჩართვისთვის ჩვენ სტამბოლის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე უნდა დავიწყოთ საუბარი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია. დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ერთადერთი ერმაკის ტვიტი არსებობს, რომელიც საუბრობს, რომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინულმა მხარემ, რუსულ მხარეს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს, ეს ასობით ბავშვია, რომლებიც რუსეთმა უკანონო იძულებით გადაასახლა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ყავს. მისი თქმით, ახლა უკვე ბურთი რუსეთის მოედანზე. ეს არის ჯერ რაც ვრცელდება მედიაში. რა პირობები და ნიადაგი შექმნა დღევანდელი მოლაპარაკებებისთვის გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხომ ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ჩვენ ხედავთ, რომ ძირითადად მოლაპარაკებები ეხება და კონცენტრირდება არა იმ მთავარ საკითხს, რასაც ეხება ომის დასრულება, არამედ ჰუმანიტარულ საკითხს და სხვადასხვა ისეთ საკითხებს, რაც კი მნიშვნელოვანია ნამდვილად ადამიანებისთვის, მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც ამყარებდნენ იმედს, ხო? ანუ ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ყოველივე მხარეს ესმის, რომ ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის დარჩენილი. ის ამბავი, რაც სულ ახლახანს მოხდა, გულისხმობ რუსეთის სიღრმეში დივერსიას და საკმაოდ წარმატებულ დივერსიას, უნდა ითქვას. და ამის შემდეგ ზელენსკის განცხადებას, რომ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს დიპლომატიას, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გვაქვს იმის ძალა, რომ წარმატებული დივერსიები გამახორციელოს და თუ კი არ იქნება ორმხრივი დათმობები, ეს მესიჯი ძალიან გასაგები არის, თუ არ იქნება ორმხრივი დათმობები, ჩვენ უბრალოდ ესეთ მოლაპარაკებებში არ შევალთ და ამიტომ ფსონს ესე ვთქვათ ზრდის აი მოლაპარაკებების პროცესში. და აჩვენებს, რომ კი შეიძლება ფრონტის ხაზი სხვა მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, მაგრამ ფრონტის ხაზი არ არის მარტო ის ერთადერთი რაღაც პრობლემური საკითხი და შეიძლება პრობლემური და სამხედრო საკითხები იქცეს ფრონტის ხაზის მიღმა ტერიტორიების და ჩვენ ეს ვნახეთ. ამიტომ ესე იგი აქ როგორც წესი, ესე დივერსიებს მიმართავს როგორც წესი უფრო სუსტი მხარე გასაგებია, ხო? მაგრამ ის რომ ამის ესეთი ეფექტური და მასშტაბური ოპერაცია განახორციელა უკრაინამ, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას აქვს რესურსი, რომ მსგავსი ოპერაციები განახორციელოს და კონდეს გარკვეულწილად ზეგავლენა. მე მინდა შეგახსენოთ, თქვენ განცდა, რომ აი ეს ამ რესურსის დემონსტრირება აიძულებს პუტინს, რომ ამ მოლაპარაკებებს მართლაც მიუსწრდეს რეალურად. ან რეალურ მოლაპარაკებებს და არა იმ ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბარს, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთში აქამდე თუნდაც მედვედევის განცხადება, რომ მესამე მსოფლიო ომზე ეს არის პრინციპში დაშინება დანარჩენი სამყაროსი და ეს არის ზეწოლა და რუსეთი ძირითადად კი ერთი მხრივ საუბრობდა, რომ ის მზად იყო მოლაპარაკებებზე, მაგრამ მეორე მხრივ ისეთ ფასს აწესებდა, რომლის დათანხმებაც უკრაინას არ შეუძლია, ამჟამინდელ ხელისუფლებას არ შეუძლია. ბუნებრივია, რომ უკრაინა იმ პირობებს ვერ დათანხმდება, იმიტომ რომ ეს ამ ხელისუფლების და არა მარტო ხელისუფლების, არამედ უნდა ითქვას, რომ რეჟიმის, ხო, რეჟიმი დავარქვათ, ესე ვთქვათ, რაც ეს ევრომაიდნის შემდეგ მოვიდა, მისი არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება ზოგადად ესეთი პირობებში თუ დათანხმდა, ამიტომ გასაგებია, რომ მესეჯი არის ის, რომ თუ რაღაცა მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს იმ პირობით, რომ არ იქნება მაინც ერთი მხარე ტოტალურად გამარჯვებული და მეორე მხარე ტოტალურად დამარცხებული, ანუ მეორე მხარე უნდა შეინარჩუნოს საკუთარი სახე. თუმცა მე მაინც ვადევნებ თვალყურს ამერიკულ პრესას, თვითონ რუსულ პრესას და იქ უამრავი ანალიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ადრე არის, ჯერ კიდევ არ მისულა არც ერთი მხარე იმ კონდიციამდე, რომ დათანხმდნენ ამ ეტაპზე ომის შეჩერებას. ამიტომ პროცესი რა თქმა უნდა გრძელდება, რა თქმა უნდა მოლაპარაკებების პროცესში უფრო გამწვევებები იქნება. ჩვენ ვიხილეთ ერთი მხრივ უკრაინის ესე იგი ეგრეთ ვთქვათ დივერსია, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთი საკმაოდ დიდ ძალებს ხერსონისკენ აქვს გადასროლილი და საკმაოდ ესე იგი ინტენსიური საავიაციო და საარტილერიო თავდაცვის ობიექტები არიან უკრაინული პოზიციები
და ხედავთ რომ ორი მხარე ფსონს წევს აი მოლაპარაკებების პროცესში. ეს როგორ დასრულდება ეს ჯერ ესე იგი ვერ ვიტყვით, იმიტომ არაა გამოკვეთილი, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ გვაქვს საქმე გარკვეულწილად ძალიან გაწელილ და რთულ პროცესთან და სამწუხაროდ ამ პროცესის პერიოდში უამრავი ადამიანი ესე იგი იღუპება და ომი გრძელდება ესე ვთქვათ. გასაგებია. მოდით ახლა კიდევ ერთ თემას შევეხოთ, კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც მედია ამ დღების განმავლობაში განსაკუთრებით ადევნებს თვალყურს, ეს არის პოლონეთში ჩატარებული არჩევნები, პოლონეთში იმარჯვებს კაროლ ნავროცკი, კონსერვატორი. აი, როგორ შეიძლება დახასიათდეს ევროკავშირში მიმდინარე იდეოლოგიური პროცესი? კი ბატონო, პოლონეთი მაინც დანარჩენ აღმოსავლეთ აღმოსავლეთ ევროპისგან მაინც განსხვავებული სახელმწიფოა, მათ შორის იდეოლოგიურათაც და მათ შორის საკუთარი პოზიციებითაც. პოლონეთი ყოველთვის დემონსტრირებდა გარკვეულწილად რაღაც ნაციონალისტურ და კონსერვატიულ ღირებულებას, კათოლიკური ეკლესია და კათოლიკური რწმენა საკმაოდ ძლიერია, ეკლესია საკმაოდ ესე იგი მნიშვნელოვანი ეკლესიას პოლონეთში საკმაოდ დიდი როლი აქვს პოლონურ საზოგადოებაში და მას ჰქონდა აი ხო გასაკვირველია ერთი მხრივ ორბანთან პრობლემები აქვს, მაგრამ პოლონეთთან არ ჰქონიათ ესეთი მძიმე პრობლემები არასდროს. ანუ ის რაც ხდება პოლონეთში ეს არ არის პოლონეთისთვის რაღაც სიახლე, ეს არ არის პოლონეთისთვის რაღაცნაირად ესე იგი იდეოლოგიურ გარდამტეხა. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი რაღაცა არის პოლონეთისთვის. უბრალოდ აქ ერთი მომენტია ეს უნდა თქვათ, რომ პოლონეთის გეოპოლიტიკური კურსი იძლეოდა იმის საშუალებას, მისი ესე იგი მკაფიოდ ანტირუსული პოზიციები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მას ჰქონოდა ყოველთვის საკუთარი იდეოლოგიური ავტონომიურობა, იქ ძლიერი ყოფილიყო ნაციონალისტური მოძრაობები და ხმას ამაზე არავინ არ იღებდა პირიქით. ხშირ შემთხვევაშიც ესე იგი ახალისებდნენ და აი ეს რამდენად პოლონეთის მაგალითი ცვლის ზოგადად ევროკავშირის სურათს ამაზე ვერ გეტყვით, მაგრამ თავად პოლონეთში სხვა ქვეყნებში თავად პოლონეთში ჩვენ ხედავთ რომ ეს ესე იგი უფრო გაძლიერებულია ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა, გაძლიერებულია ანტირუსული პოლიტიკა და რაც არ უნდა გასაკვირველი იყოს, გაძლიერებულია ანტიუკრაინული ესე იგი რიტორიკაც, პოლიტიკა არა, რიტორიკა გაძლიერებულია. ჩვენ ხედავთ რომ და არაერთხელ იწერება პრესაში რომ თავს ესხმიან პოლონეთის უკრაინელ მიგრანტებს პოლონეთში და არის გარკვეულწილად ესე იგი უკმაყოფილება ამობით და საუბარი ეს პოლონეთისთვის დამახასიათებელია და მათი პოლიტიკისთვის გარკვეულწილად დიდ პოლონეთზე საუბარი იქ ხდება ასევე რაღაც განცხადებები დიდ პოლონეთზე ის ხდება განცხადებები მზაობაზე რომ პოლონეთი რაღაცნაირად ჩაერთოს აი უკრაინის საკითხზე, თუმცა მოდი ესე ვთქვათ, ეს რიტორიკა არასდროს არ გადადიოდა რაღაცა ის საზღვრებს და არასდროს არ იყო ესეთი რეალური ნაბიჯებით არასდროს არ გამოირჩეოდა სამხედრო რიტორიკა, იმის მიუხედავად რომ სამხედრო რიტორიკა პოლონური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო. თვითონ პოლონეთში ეს რა თქმა უნდა არის მიანიშნებს იმას, რომ ის ერთი მხრივ ტრენდს ყვება. პოლონეთი არის, მინდა შეგახსენოთ, პოლონეთი არის ერთ-ერთი დასაყრდენი, მნიშვნელოვანი დასაყრდენი ევროპაში შეერთებული შტატების. ის იმეორებს იმას, რაც ხდება შეერთებულ შტატებში. ის გარკვეულწილად ტრამპისტულ რაღაც ნარატივი შემოაქვს საკუთარ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს გარკვეულწილად ჩვენ უნდა აღვიქვათ, როგორც გარკვეულწილად პოლონურ ამერიკული ურთიერთობების შენარჩუნების რაღაცა ცდელობა, უფრო გაღრმავება, რომ არ იყოს პოლონეთსა და შეერთებულ შტატებში შორის პრობლემა. პოლონეთი ყოველთვის სწორედ ამიტომაც იყო, ესე იგი, ერთ-ერთი დასაყრდენი შეერთებულ შტატების და მას ჰქონდა ყოველთვის ავტონომიურობა. ის თუ კი ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით ლიბერალური ექსპერიმენტი, ხო? პოლონეთი ეს იყო ის ქვეყანა, რომელსაც რესურსულად, ინდუსტრიულად, სამხედრო თვალსაზრისით დემოგრაფიულად ჰქონდა იმის საშუალება, რომ ყოლოდა საკმაოდ დიდი ჯარი, მე მგონი ერთ-ერთი საფრანგეთის შემდეგ ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ჯარი, თუ თურქეთს არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა. ყავს ევროკავშირის ქვეყნებში ყავს პოლონეთს და
შესაბამისად, მას აქვს პოტენციალი დიდი მადლობა. ვინცობა რამე მოხდეს უკრაინის ადგილი დაიკავოს, ესე ვთქვათ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. დიდი